ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1952 წლის 9 ივნისია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. იზრდება ქალაქი თბილისი. შეიცვალა მისი განაპირა უბნების ვაკის, საბურთალოს, ბრმაღელის ხედი, გაიზარდა მოსახლეობა. ქალაქის ზრდა პირველ რიგში აყენებს ახალი ქუჩების გაყვანისა და ძველის კეთილმოწყობის საკითხს. ამ ბოლო დროს მარტო ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომის სარემონტო კანტორის საგზაო ჯგუფმა რამდენიმე მილიონი მანეთის სამუშაოები შეასრულა. მათ შორის 10,000 კვადრატული მეტრის ქვაფენილის დაგება, 6,000 კვადრატული მეტრის მოკირწყვა, წესრიგზე მოყვანა და გამწვანება ხილიანის, ჩაილურის, ბერბუთის, საგარეჯოს ქუჩებზე, საბურთალოზე, ხლუხორის ქუჩაზე, ვაკეში. საქართველოს განათლების სამინისტროს უმაღლესი სკოლებისა და პედაგოგიური ინსტიტუტების, აგრეთვე პედაგოგიური სასწავლებლების სამმართველომ მიიღო ცნობად, რომ მომავალ სასწავლო წლიდან მოსკოვისა და ლენინგრადის, აგრეთვე საბჭოთა კავშირის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოდან სასწავლოდ გასაგზავნი ახალგაზრდებისთვის გამოყოფილია 100 ადგილი. ამ უმაღლეს სასწავლებლებში გაიგზავნებიან საშუალო სკოლის კურსდამთავრებული ის ახალგაზრდები, რომლებსაც კურსი დამთავრებული აქვთ ოქროსა და ვერცხლის მედლებზე და ამასთან საფუძვლიანად არიან დაუფლებულნი რუსულ ენას. ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში არსებობს გოგირდის წყლის აბანო, რომელიც კარგად რგებს ცვალსახსრების რევმატიზმით და იშიასით დაავადებულთ. კურორტზე ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ავადმყოფი ჩამოდის. შარშან ცაიშში ცხელი სამკურნალო მინერალური შადრევნის ამოხეთქვის შემდეგ სამკურნალოდ ჩამოსულთა რაოდენობა ერთიორად გადიდდა. სანამ ცაიშში დიდი კურორტი არ გაშენდება, რაიონის ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს ავადმყოფებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, მაგრამ ამ მიმართულებით ბევრი არაფერი კეთდება. შემოუგავებელია ეზო, არ აქვს სასადილო, არ ყოფნით სკამები, მაგიდები, მოუგვარებელია ავადმყოფთა კულტურული მომსახურება. რაიონის ხელმძღვანელებმა პირველ რიგში კი რაისაბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის განყოფილებამ ამ მდგომარეობას შესაბამისი ყურადღება უნდა მიაქციონ. საქართველოს კვების მრეწველობის სამშენებლო ტრესტი გორკის სახელობის პარკში პლეხანოვის პროსპექტზე აშენებს კინოთეატრისთვის 750 ადგილიან პავილიონს. შენობის აგება ძირითადად უკვე დამთავრებულია. დაწყებულია შენობის არქიტექტურული გაფორმება. შენობის მხატვრულად მორთვა გალამაზება მინდობილი აქვს თბილისის მე-11 სამხატვრო სახელოსნო სკოლას. უკვე რამდენიმე დღეა თბილისის საკოლმეურნეო ბაზრებში გამოჩნდა ეგრეთ წოდებული სეზონური ხილი, ბალი და მარწყვი. ქალაქში ამ ხილის შემოზიდვას შეუდგა თბილისის ხილბოსტან ვაჭრობის სამმართველო, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს უახლოეს ხანებში თბილისელ მომხმარებელს მიაწოდოს ხილი, ბალი, ალუბალი, ჭერამი, გარგარი და ასე შემდეგ. ხილბოსტან ვაჭრობა ამასთან ერთად აძლიერებს ბოსტნეურისა და ბახჩეურის შემოზიდვასაც. უკვე შემოტანილია 20 ტონა ახალი კომპოსტო, ამდენივე სტაფილო და 100 ტონამდე ხახვი. გადმოიცემოდა 1952